ზოდიაქოს ნიშანი ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. რაც მეტად ვიცით მათ შორის ბავშვების ფსიქოლოგიაზე, მით მეტად გვიადვილდება მამებს მათთან ურთიერთობა. მარტო ის რომ შენ ესეთი იყავი და შენი შვილიც ესეთი უნდა იყოს და მოთხოვნა გაქვს იგივე, აბსოლუტურად არასწორია. შეიძლება ბავშვს სიკიკა დაუნგრია. მამა-შვილის ურთიერთობაში ყველაზე შეთავსებადი ნიშნები და შეუთავსებელი. ჰაერის ნიშნებთან ძალიან ძნელია ზღაპრების მოყოლა. სანამ დაიწყებთ იყო და არა ის უკვე შემოტრიალება, იმას უკვე აღარ აინტერესებს. ანუ მიხეილ, წერა ნახსენეთ ასეთი რაღაც დედები როცა მოდიანო შვილებზე რაღაცებს მეკითხებიან. რამდენიმე ნაწილიანი კითხვა გამომივა. ხო. მამები რამდენად ხშირად მოდიან შვილებთან დაკავშირებულ პრობლემებზე? ზოგიერთზე, რომელიც მოდის, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ამა შვილი არ უნდათ. და ზოგიერთი არც ბალავს ამას. არ მენდოდა და გაჩნდა. და რა ვქნა ახლა ხო არ გადავარდა. ეგ სიტყვი მოგისმენია? კი, როგორ არა. მარტო ის რომ შვილები ყავდეს და იყვნენ ტუტუცები, არ ღირს ამის გამო შვილის ყოლა, იმიტომ რომ დემოგრაფია გავაუმჯობესო და ტუტუცები გავაძლიეროთ ამ ქვეყანაში, რატო გაწვა? კიდე ერთი დეტალი, რომელსაც მამები არ აქცევენ ყურადღებას. თქვენი შვილი ტოროლაა თუ ბუ? მამებს ესე გვაქვს, რომ რახან ჩემი შვილია, პატივს უნდა მცემდეს. არ არის ყოველთვის ესე, თუ თქვენ არასწორად იქცევით პირიქით, ეს პატივს ვერ გცემთ, მაგრამ რაღაც პერიოდი იძულებულია რახან თქვენთან ცხოვრობ, რაღაცებს გაუძლოს. მშობლებო, შვილებს ზედმეტად ნუაწვალებთ. მარტო ის რომ თქვენ გინდათ ეს პროფესია იყოს, შეიძლება მათი უბედურების პროფესია გახდეს ეს. მე ვთვლი, რომ იგივე ეს ჩვენი საუბარი არის დამხმარე იმისთვის, რომ მშობელი ჩაფიქრდეს თავის მოქმედებასთან დაკავშირებით შვილთან მიმართებაში. მამების დრო ყოველ 4 შაბათს 20 საათზე.